გამარჯობა მეგობრებო, მე ლაშა გურგენიძე ვარ და ეს ქართული ამბებია. მადლობა ჩვენს წარმდგენ კროკოს, ხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. ეს ძალიან გვეხმარება. მიუხედავად ცხელი ზაფხულისა, მაინც არაჩვეულებრივი ქართული ამბები მოგიმზადეთ. დავიწყოთ. ბალეტის პილოებისთვის. ამ ამბავში გიორგი ბალანჩივაძის, იგივე ჯორჯ ბალანჩინის წარმოუდგენელი ექსპერიმენტის შესახებ მოგიყვებით. ყველა მიცის, რომ გიორგი ბალანჩივაძე, იგივე ჯორჯ ბალანჩინი ამერიკული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელია. მაგრამ ცოტამ თუ იცის ერთი სრულიად გიჟური და სახალისო ამბავი, რომელიც 1942 წელს მოხდა. ამერიკის ყველაზე ცნობილმა ცირკმა ბალანჩინს შესთავაზა დაედგა საბალეტო ნომერი. 50 სპილოსა და 50 ბალერინასათვის. სხვა ქორეოგრაფი ალბათ შეურაცხყოფილად იგრძნობდა თავს. კლასიკური ბალეტის გენიოს ცირკის სპილოებისთვის ცეკვას თავაზობდნენ. მაგრამ ბალანჩინს იდეა ძალიან მოეწონა. მან მაშინვე დაურეკა თავის მეგობარს, მსოფლიოში აღიარებულ კომპოზიტორს იგორ სტრავინსკის და ჰკითხა, დაწერდა თუ არა მუსიკას ამ ნომრისათვის. სტრავინსკიმ გაკვირვებული ჰკითხა, კი მაგრამ ვისთვის უნდა დავწერო? სპილოებისთვის უპასუხა ბალანჩინი. სტრავინსკიმ პაუზა გააკეთა და იკითხა, და რამდენი წლის არიან ეგ სპილოები? ძალიან ახალგაზრდები არიან, დაამშვიდა ქართველმა ქორეოგრაფმა. კარგი, თუ ახალგაზრდები არიან, დავწერ. დათანხმდა სტრავინსკი. ასე შეიქმნა სტრავინსკის ცნობილი ნაწარმოები ცირკის პოლკა ახალგაზრდა სპილოებისათვის. სპექტაკლში, რომელიც ბალანჩინმა დადგა, 50 ბალერინა და 50 უზარმაზარი სპილო სინქრონულად ასრულებდნენ ურთულეს ქორეოგრაფიას. სპილოებს ვარდისფერი კაბები ეცვა. შოუს მთავარი ვარსკვლავი და პრიმა ბალერინა იყო ახალგაზრდა ინდური სპილო სახელად მოდოკი, რომელსაც ბალანჩინის მეუღლე, ცნობილი ბალერინა ვერა ზორინა მართავდა. წარმოდგენამ ამერიკა შოკში ჩააგდო და არნახული წარმატება მოიპოვა. ეს უცნაური წარმოდგენა 400 ჯერ მაინც გაიმართა. ქართველმა გენიოსმა დაამტკიცა, რომ ნამდვილ ხელოვნებას საზღვარი არა აქვს. ნონა გაფრინდაშვილის ტრიუმფი. ამ ამბავში მოგიყვებით ქალზე, რომელმაც ჭადრაკში წესები შეცვალა. დიდებული ნონა გაფრინდაშვილი. 1977 წელია. კალიფორნიაში, ქალაქ ლოუნ-პაინში იმართება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი. იმ პერიოდში ჭადრაკი მკვეთრად იყო დაყოფილი ქალთა და მამაკაცთა კატეგორიებად. ითვლებოდა, რომ ქალს არ შეეძლო კაცების დონეზე თამაში. საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციას ფიდეს ცალკე ჰქონდა ქალთა დიდოსტატის წოდება, ხოლო უბრალოდ დიდოსტატის ტიტული მხოლოდ მამაკაცებისათვის იყო განკუთვნილი. რადგან ითვლებოდა, რომ მისი მოპოვების სტანდარტს ქალები ვერ აკმაყოფილებდნენ. ტურნირზე, სადაც მსოფლიოს წამყვანი მამაკაცი დიდოსტატები თამაშობდნენ, ნონა გაფრინდაშვილი მიიწვიეს. ბევრი სკეპტიკურად უყურებდა მის მონაწილეობას. მაგრამ ნონამ წარმოუდგენელი რამ გააკეთა. მან ზედიზედ დაამარცხა უძლიერესი მამაკაცი მოჭადრაკეები. ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა და აჩვენა ისეთი მაღალი შედეგი, რომელიც კაცების სტანდარტსაც კი აღემატებოდა. ამ ტრიუმფმა საჭადრაკო სამყარო შოკში ჩააგდო. საერთაშორისო ფედერაცია იძულებული გახდა, რომ ისტორიაში პირველად შეეცვალა წესები და დაემსხვრია მრავალწლიანი სტერეოტიპი. 1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი ისტორიაში, რომელსაც მიენიჭა უნივერსალური საერთაშორისო დიდოსტატის წოდება. მან დაამტკიცა, რომ ინტელექტუალურ სპორტში გენდერული ბარიერები არ არსებობს. სხვათა შორის ეს ფაქტი ცოტა ხნის წინ კვლავ აქტუალური გახდა. ეკრანზე გამოვიდა პოპულარული სერიალი, ყველას გახსოვთ ალბათ ლაზიერის გამბიტი. სერიალში ითქვა, რომ ნონა გაფრინდაშვილს მაღალ დონეზე კაცებთან არ უთამაში. ქართველმა დიდოსტატმა Netflix უჩივლა და გაიმარჯვა კიდეც. თითქმის 50 წლის შემდეგ კვლავ გაახსენდა მსოფლიოს, რომ საქართველოში ცხოვრობდა ქალი ნონა გაფრინდაშვილი, რომელმაც ერთ დროს თავისი ნიჭიერებით საჭადრაკო წესები შეცვალა. ევგენი მიქელაძე, სმენა წართმეული დირიჟორი. ამ ამბავში მოგიყვებით დიდ ქართველ დირიჟორზე, ევგენი მიქელაძეზე, რომელსაც სმენა კი წაართვეს, მაგრამ ვერ გატეხეს. ეს არის ამბავი ხელოვნებისა და ტირანიის შეჯახებაზე. გადავინაცვლოთ 1927 წლის თბილისში, საბჭოთა ტერორისა და რეპრესიების ყველაზე სისხლიან პერიოდში. ევგენი მიქელაძე იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დამფუძნებელი, გენიალური დირიჟორი, ადამიანი, რომელმაც ქართული მუსიკალური სამყარო ევროპულ დონეზე აიყვანა.
ასაკს არ იკითხავთ, ის სულ რაღაც 34 წლის იყო. მაგრამ უკვე ლეგენდად ითვლებოდა. მისი უბედურება იმით დაიწყო, რომ დაქორწინდა ქეთევან ორახელაშვილზე. ქეთევანი კი მამია ორახელაშვილის ქალიშვილი იყო. მამია კი როგორც მოგეხსენებათ, ხალხის მტრად იყო შერაცხული. 1927 წლის რეპრესიებს მთელი ოჯახი შეეწირა. თავდაპირველად დააპატიმრეს მამია ორახელაშვილი. შემდეგ მისი მეუღლე მარიამი, მოგვიანებით ევგენი მიქელაძე და მისი მეუღლე ქეთევანი. ქეთევან ორახელაშვილს, როგორც სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რაც შეეხება ევგენის, ისიც რასაკვირველია დააპატიმრეს. მის დაკითხვაში პირადად ლავრენტი ბერია მონაწილეობდა. ჩვენი გადაცემის ერთგული მაყურებლისათვის კარგადაა ცნობილი, რა იყო ლავრენტი ბერიას მთავარი მიზანი. ევგენის ხელი უნდა მოეწერა ყალბ აღიარებაზე, სადაც ის დაადასტურებდა, რომ სხვა ხელოვანები და მისი ოჯახის წევრები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებდნენ. მიქელაძემ კატეგორიული უარი განაცხადა. ამას კი რაც მოყვებოდა ადვილი წარმოსადგენია. თუმცა ამ საშინელების წარმოდგენა მაინც რთულია. როდესაც ბერიამ და მისმა ჯალათებმა დაინახეს, რომ ფიზიკური წამება არ ამართლებდა, გადაწყვიტეს მუსიკოსისათვის ყველაზე ძვირფასი რამ წაერთმიათ. დაკითხვის დროს სადისტური გათვლით. დირიჟორს ორივე ყურის ბარაბანი გაუხვრიტეს. ევგენი მიქელაძემ სმენა დაკარგა. ის ფიზიკურად გაანადგურეს, მაგრამ ვერ მიაღწიეს მთავარს. მან ყალბ ჩვენებას ხელი მაინც არ მოაწერა და არავინ დაასმინა. 1927 წელს ის დახვრიტეს. კაცი, რომელიც ბგერებით ცხოვრობდა, სიკვდილს სრულ სიჩუმეში შეხვდა, თუმცა ღირსებით და გაუტეხელი სულით. დღეისათვის სულ ეს იყო. მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. მე მალე დაგიბრუნდებით არანაკლებ საინტერესო ამბებით. დროებით.